გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვუბრუნდებით ჩვენს ყოველკვირეულ გადაცემას. ჩვენი დღევანდელი გადაცემის მონაწილეები არიან ქართველი ლიბერალი ილია უნიდან, გოჩა ჯიხაიში, სოფელი გოჩა ჯიხაიშიდან და ბოლოს თემურ ალასანია. მაშასე, მოდი დავიწყოთ. ჩვენს დამაშს გახსნის ლიბერალი ილია უნიდან. მოდი მოვისმინოთ პირველი გამოცანა. საქართველოს დასავლურ კურსზე უარი განაცხადა. საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებაა. სანამ ქართველი ხალხი ფიქრობს თავის პასუხს, თქვენი პასუხი გითხარით, ბატონო ილია უნელო ლიბერალო. როგორ ფიქრობთ, ქართველი ხალხი ამას? მოითმენს თუ არ მოითმენს? Aukaci ახანო ეს როგორი რაღაცაა პროსტა ანუ დაფიქრე ახანო იასნა ქართული ხალხი ამას აი მოიწმენდა ანუ როგორ დიდი ჰომოსექსუალი ზურაბჟვანია იყო და მე ვარ ქართველი და მასასადამე ვარ ევროპელი ნუ ანუ კალისი ქართველიერი ამას იასნა მოიწმენს მეგებულია თქვენი პასუხი. ახლა მოდი ვნახოთ მართლაც რომ მოითმენს თუ არ მოითმენს. მოდი დავიწყოთ გიუშათი 34 წლის წარმომავლობა ბესეთკა. ბიჭო, სვეტში ევროპა რომელია ჩემი დედას ტენე? ჩემი დედა მოტყა თუ არ ვიცოდე, პროსტა აი მე ამ წამს დამაუწყდო. ბიჭო ვიცი უეჭველი ვიცი თო ევროპა ის ხო არა ბიჭო აი რო იპარება მაგრამ ხოშიანად რო იპარება მაგრამ იასნა ვიცი არა მაგას მოვიწმეტო იასნა მოვიწმეტო რაღაც პიდარასტები ჯითავსო მამა ჩემ მაგას რო გუშდა ბიჭო ეგეთები არ მინდა ბრა მაგას მოვიწმეტი გასაგებია გიუშა ბესეთკადან ამას ითმენს. აბა ვნახოთ მოითმენს თუ არა ამას მანონი სადამრიგებლოდან. მანონის ვოისი. შვილო თავარია მშვიდობა იყოს და მეტი არ მინდა არაფერი მშვიდობა მინდა მარტო შვილო ღვთის წყალობით ამინ არ მოკლებოდეს საქართველოს მამა გაბრიელ შენ დაიცავი მშვიდობა და მართლმადიდებლობა შვილო და ბოლოს ახოთ რას ფიქრობს გივი სუფრიდან მადლობა ქართველ ხალხს და ბოდიში ილია უნელ ლიბერალს, რადგან ქართველი ხალხი ამას ითმენს. ჩვენი შემდეგი მონაწილე გოჩა ჯიხაიში, სოფელი გოჩა ჯიხაიშიდან. ნახოთ, თქვენ რა შემოთავაზება შეგხვდებათ. სასაზღვრო სოფელ შუამძღნერისპირეთიდან გაიტაცეს, გააუპატიურეს და მოკლეს 3 წლის ბავშვი. ქართული მხარე ამაზე დუმს. აი სიტუაცია უკვე გამწვავდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო გოჩა ჯიხაიშო, გოჩა ჯიხაიშიდან? რას ფიქრობთ? მოითმენს ამას ქართველიერი? ტელევიზორში ვარ. მარა, ხო გითხარი, გავარ ტელეკანალებზე თქო არა? შეკითხვაი რა იყო? ვიღაცა მოუსტყნიათ არა? ხარი ბიჭო უნდა მასტყნა, მარა უნდა ქნა. გასაგებია თქვენი პასუხი ბატონო გოჩა ჯიხაიშო. მოდი ვნახოთ ქართველი ხალხის პასუხი მაინც. ბიჭო რაღაც ბიჭი მაგრატი ხავს რა ვარა შვედში აი ვიცი რუსები მაგარი აპასნი აროდია რავი აბა ჩემ გავჩენს შევასხიტო ბიჭო მე რო აღარ ჩამოვიდე რა ჩემი დედას ტენეტო რუსინაში და შეცი როგორ ავიკიდეთო ხო ხდები ჩემი დედას შევეცი არა სოჩი მოვიტყვეთო სოჩი შვილო ომი არ იყო ეს მთავარია ომი ეკლესიამ გვიფაროს ომისგან შვილო წმინდა დედისყლე ლაპლანდიელმა იწინასწარმეთ ყველა რომ საქართველოს ბოლოში ბრწყინდება YouTube-ზე მოვისმინე კაი ბიჭია უცხო ასე ქვია და მაგის ღაბაბიდან წამოვიდა სიტყვები რომ უკრაინაში ზელენსკი არესტოვიცი მშვიდობა წმინდა მამები ომი ლაპლანდიელი წმინდა მამები ომი ღმერთი გადმოწერა ჯურის გადმოწერა როგორ ჩანს ქართველი ხალხი ამას და მოდი მაგრამ აღარ დავაყენოთ ჩვენი გადაცემა და გადავიდეთ ჩვენს შემდეგ მონაწილეზე ბატონო თემურ
თქვენი აზრით ისე ზოგადად აი სადამდე მოითმენს ქართველი ხალხი? არა, ეს არის ავანტყოფიერია რა, ეს არის ამათ თანამარ დააჯავ თავზე და სანამ დედას არ მოუწყნავ, ვერ იგებენ ვერაფერს. და ბატონი თემური ავტომატურად დისკვალიფიცირებულია, იმიტომ რომ ქართველ ხალხს 12 წელია თავზეც აჯვამენ და დედასაც უთყნავენ და ისინი ამას შვენივრად ითმენენ. ეს იყო ჩვენი შოუს დასასრული. შემოგვიერთდით ორ კვირაში, როდესაც გავიგებთ მოითმენს თუ არა ქართველი ერი ცხვირპირში შეცმას. და აი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს მშვიდობიან პროტესტს. დავძლიეთ პროვოკაციები და უარის ვთქვით დესტრუქციულ პროტესტზე. სისხლის ნაცმაშხალები საბოლოოდ ჩაქრა ქვეყნის მთავარ გამზირ რუსთაველზე და ევროპული ლიბერალური დემოკრატიული პროტესტი აგრძელებს ლიტერალურ მარშს გმირთა მოედნიდან პარლამენტამდე. ხოლო მერე იშლება, ოღონდ დემოკრატიულად. მოკლედ რა, ეს დესტრუქციული ელემენტები მოვიცილეთ. მშვიდობიანად ვაპროტესტებთ, ზურაბიშვილსაც უსმენთ და სლეისაც ვეძახით, კაცო. Diva is a female version of a hustla, კაცო. ჰუსტლა ბოლო და აი რეჟიმი რო სუსტდება და სახელოვნად რო იმარჯვებთ, მაგასაც ყვირით. მაგრამ მაინც აი არ მიდიან ეს კოცები, კაცო. რა არის ვერ გავიგე. იმასაც კი ვიხსენებთ, კაცო, რომ აი ნაცები რო გავუშვით და ისინი ნამდვილი დიქტატურა რო იყვნენ და ესენი ჯერ არ არიან ნამდვილი დიქტატურა, აი ამათ როგორ ვერ გავუშვებთ. ამასაც ვიხსენებთ და მაინც არ მიდიან. ბელარუსიაშიც გავიღვიძეთ, ჩელიაბინსკშიც, არხანგელსკშიც და დედის მუტელშიც, მაგრამ არ მიდიან ეს კოცები და რა არის ვერ გავიგე, კაცო, ვერ ხვდები და მთავარი არ დავიწყდეთ. ისიც ხო ვთქვით, რომ აი ქართველი ხალხი ამას აღარ მოითმენს თქო, კაცო და რა და დავიჯერო ითმენს ქართველი ხალხი? ეს ფრაზა უკვე მიმამდე დავიდა რამდენი ხანია, რომ აი ახლა აღარ მოითმენს ქართველი ხალხი და ემანდ მოგეტყნებათ სატყნავი კოცება, მაგრამ ქართველი ხალხი აგრძელებს თმენას. ეს ხომ შეუძლებელია. თავზეც დაგვაჯვეს, დედაც მოგვიტყნეს, მაგრამ ქართველი ხალხი მაინც ითმენს. ამიტომ აუცილებელია ამ თემაზე deep dive-ის გაკეთება, იმიტომ რომ ხომ უნდა ვიცოდეთ, სად გადის მიჯნა, რომლის იქითაც ქართველი ხალხი ამას აღარ მოითმენს. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ, ვინ არის ეფემერული ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი არის კოცი, გეტყვით მე. მაგრამ მე არ ვარ კოცი, მაგრამ ვარ ქართველი, იტყვით თქვენ გაკვირვებული. და მაშა სადამე ვარ ევროპელი და ამატებთ თქვენ თუ ჭკუას უსტი ხართ. თუმცა თქვენ ქართველნო არ წარმოადგენთ ქართველს. მოგწონთ თუ არა ეს? ჩამოხარშული ქართველი, პოსტსოვიეტიკუსი არის კოცი. სამწუხაროდ ეს არის ბერებადიერის წილხვედრი წყევლა. გინდ შეეცი, გინდ არ შეეცე, ასეა და ასე. კი, მაგრამ არჩევნები ხომ მოგვიგიენ, შეშფოთდებით თქვენ და მართალიც იქნებით. არჩევნები მართლაც რომ მოგიგიენ და არჩევლები მართლაც რომ გოუყალბიან, მაგრამ ვკითხეთ თავსა თქვენსა. რამდენი იყო აქტივობა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შობიდან 2024 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე? პასუხი არის 60%. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქართულ ოცნებას 300,000 ხმა აქვს არსაიდან დაწერილი, ესე იგი პასუხი არის ბევრად უფრო ნაკლები. ახლა ჩნდება მეორად შობილი შეკითხვა. რამდენი იყო აქტივობა 2012 წელს? პასუხი არის სოლიდური 62% ყოველგვარი გაბერვების გარეშე. ანუ 12 წლიანი სულში ჩანეხვევის შემდეგ, აც უკვე ბევრჯერ ბრძნად მოხსენიებული ქართველი ერი ახლოსაც კი არ იყო იმ მოტივირებასთან, რაც მას გაჩნდა 2012 წელს. რას ნიშნავს ეს ძვირფასო გამარჯვებულო ევროპოიდო ქართველო? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ რომ შეგესანსლათ არჩევნებზე მისული ხალხის ხმების 100%, თქვენ თლიანი საარჩევნო მოსახლეობის მხოლოდ 50-55% იქნებოდით. ანუ ქვეყნის დასრული მოსახლეობის 45-50% არის ხალხი, რომელიც ასე ბიბლიურად ითმენს. ან თლადუარესი კოცია და უხარია. კოცობა არ არის პოლიტიკური მიკუთვნება, კოცობა არის მენტალური მდგომარეობა. მეტიც, ის არის სულიერი, გენეტიკური მდგომარეობა. როდესაც 12 წელია ხახაში გაჯვამენ და შენ ერთი დღით ტრაკის აწევა გეზარება, ან არ გინდა, ესე იგი ხარ გენეტიკური კოცი. პოლიტიკური კოცი შესაძლოა კი არა, ეგრეა, არის უმცირესობა, მაგრამ სულიერი კოცები ჩვენს გენოფონზე დომინირებენ. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში 1000 წელია მიდის ნეგატიური ევგენიკა. ახლა, როდესაც ჩვენ შევთანხმდით, რომ ქართველი არის კოცი, მოდი ვისაუბროთ იმაზე, თუ რას არ მოითმენს ქართველი, ანუ კოცი. ამისთვის ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, თუ როდის და რა არ მოითმინა ქართველმა ხალხმა, ანუ კოცებმა. რათა გამოვიტანოთ სწორი დასკვნა და განჭვრიტოთ მომავალში რაც არ მოითმენს იგი. მოდი დავიწყოთ როდისით.
ჩვენ ვიცით, რომ 2012 წელს ქართულმა ხალხმა არ მოითმინა. ხოლო ახლა დღეს ვუყურებთ და ვიცით, რომ 2024-2025 წლის სეზონზე ქართველი ხალხი ითმენს. ამაში, რა თქმა უნდა, ურევია ევრომადიდებელი ლიბერალების ხელი და მათი ამ უკუღმართი ხელის მიერ გაფუჭებული პროტესტი მოთმენადობის მათემატიკურ შანსს ზრდის. მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. ასევე აქ ადენდუმ ვიტყვი, რომ გვაქვს მესამე თარიღი 2003 წელი, თუმცა ამ თარიღს ჩვენს სამეცნიერო კვლევაში ვერ შევიტანთ, რადგან აქ გვაქვს ფაქტორი, რომელიც არის ანომალია და ქართველი ერის მოთმენა არ მოთმენის ფორმულას საერთოდ აბათილებს. ანუ საბოლოო ჯამში გვაქვს ორი თარიღი, 2012 და 2025 წლები. არ მოთმენა და მოთმენა. ახლა როდესაც ვიცით, როდის არ ითმენს ქართველი ხალხი, მოდი ახლა ვნახოთ თუ რას არ მოითმენს ქართველი ხალხი. ამისთვის შევხედოთ ქართველი ხალხის, ანუ ქოცების საპროტესტო საგნებს 2012 წლისთვის. და აი იქ ძვირფასო მაყურებელო, ჩვენ აღმოაჩენთ ქართველი ხალხის მთავარ ცოდვას. ცოდვას, რომლის გამოც ბიბლიური სასჯელია მოვლენილი ამ ქვეყანასზედ. საჯიშე ვაშკაცები გაჰკივლებს ქოცი, ანუ ქართველი ნაცების ხსენებაზე. 300,000 იბერილიონი პრობაციონერი დაგვავიწყდა, წამოაყნეტებს მას. ამით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქართველი ხალხი არ მოითმენს დრაკონულ კანონებსა და ახალგაზრდების დილეგში გამომწყვდევას. მოდი დავიწყოთ ის, რომ ეს საჯიშე ვაშკაცები ნაცების დროს ციხეში ჩასაყუდებლები ნამდვილად იყვნენ. დღეს რამდენი საჯიშე ვაშკაცია ციხეში ჩასმული, დაჯარიმებული და დაკავებული სრულიად არაფრისთვის. ანუ ხომ ნახეთ, რომ ქოცების ეს წუწუნი ფარისევლობა იყო. 7 ნოემბერი და 26 მაისი სისხლის გუბეები შეესახებს ცრემლიანი ქოცის, ანუ ქართველის თვალები და მოსთქვამს გოდება. ამით შეიძლება ვიფიქროთ, რომ დარბევასა და ცემას არ მოითმენს ქართველი ხალხი. თუმცა 2019 წლიდან მოყოლებული ვხედავთ, რომ ისინი ამას ითმენენ. საერთოდ რომ დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ 7 ნოემბერი და 26 მაისი სახელმწიფოს მიერ ჩადენილი გმირობა იყო და ისინი უბრალოდ ტირანიად შევაფასოთ, დღეს ხომ უარეს საკეთებს სახელმწიფო, თან თითქმის ყოველ დღე. ხომ ნახეთ, რომ ესეც ფარისევლობა იყო. ჩახოცილი ახალგაზრდები იკვნესებს ქოცი, ანუ ქართველი და ჯიბიდან ამოიღებს ხულიგანი ბუტა რობაქიძის, ძველი ბიჭი სანდრო გირგვინიანისა და ავაზაკი ვაზაგაშვილის მათივე ნიანგის ცრემლებით დანამულ ფოტოებს. რომ დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ ეს ხალხი კრიმინალური სამყაროს ნაშიერნი იყვნენ და განვიხილოთ ისინი როგორც ნამდვილ მსხვერპლებად და არა ქართველ ჯორჯ ფლოიდებად. ქოცების პერიოდში რამდენი ვინმე ჩაიხოცა. გიორგი შაქარაშვილი, დემურ სტურუა, ლუკას ირაძე, გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატონაშვილი, თამაზ გინტური. სია ძალიან გრძელია. მარტო ქოცების, ანუ ეკა ბესელიას მიერ ამნისტირებული ავაზაკების მიერ რამდენი პატიოსანი პოლიციელია მოკლული, ამ სიას რომ ჩავუყვეთ, ქოცთა კრიმინალი მარტვილების სახელები მალევე დაგვავიწყდება. ბოლო-ბოლო ბიძინა ივანიშვილმა თავის ქანაანელ დემონს მოლოხს შესწირა 8 თვის ბავშვი, ბარბარე რაფალიანსი და ამ დროს ის ჯერ კიდევაც არ იყო მთავრობაში მოსული. და სხვათა შორის აქვე ვიტყვი, მარანა ბერიკაშვილო, მაგიტო ამოწყდა შენი ოჯახი ასე ნელა და მეთოდურად. და მაგიტო ტყნავს ლუციფერი სამკაპაყლით შენს უნიჭო მამასა და ძმას ახლა ჯოჯოხეთში. ქართველმა ხალხმა შეიძლება მოითმინოს ბარბარე რაფალიანს რაც გაუკეთეთ შენ და ბიძინამ, მაგრამ ღმერთი არ მოითმენს. მოკლედ, ხომ ნახეთ, რომ ესეც ფარისევლობა იყო. ხო, მაგრამ სიტყვის თავისუფლება აჭვიდინდება ქოსი. და ამაზე პირდაპირ ვიტყვი. ხომ ნახეთ, რომ ეს ფარისევლობა იყო. დაკი ალბა ბეჯო ტერიტორიები გადასცა რუსეთს. წაიზლუქუნებს ქოცი. ხოლო შემდეგ შეგახსენებს, რომ თურქეთიც და აზერბაიჯანიც ოკუპანტია და ტავყლარჯეთი და დავით გარეჯი საქართველოა. ამასობაში კი ქართული ოცნება 1 ქუთაისის ხელა ტერიტორიას უფორმებს რუსეთს და საშუალებას აძლევს უწყვეტად იწაწოს ხალხი სასაზღვრო რეგიონებიდან. ხომ ნახეთ, რომ ეს ფარისევლობა იყო. ბიჭო, მაგენი მასოლები არიან, ბიჭო. მაგრაც რა უქნიენ დეინახე და ასჭყივლებს ქოცი და თავის კერპის ოქროს ხარის კაგებეშნიკ ილია მეორის განდიდებას მიუბრუნდება. ხოლო უღმერთო ბიძინა ივანიშვილი კი ამასობაში ბაობაბებს ასაფლავებს რიტუალისტურად. მჩხიბავებს უხდის ფულებს, რომ პროსტატა დაუჩუტონ და მოლოხს მსხვერპლად ბავშვებს წირავს. ბაგრატის მახინჯი რეკონსტრუქცია მტკივნეულია თვალისთვის, თუმცა გელათის დეკონსტრუქცია არის მტკივნეული სულისთვის. მხოლოდ სვეტი ცხოველი თუ შეეჯიბრება გელათს ქართული ქრისტიანობის აფიშირებაში. და მის განადგურებაზე კი ქართველი, ანუ ქოცი, თვალს ხუჭავს. ხომ ნახეთ, რომ ესეც ფარისევლობა იყო. ბიჭო, მაგენმა ქუთაისში რაც ხა აფეთქენ და დედაშვილი მოუკლიან. წამოაყრანტალებს ქართველი, ანუ ქოცი და ტრაგედიის პოლიტიზირებას მოახდენს. თუმცა ამავდროულად
სწორედ ამაში დაგდებს ბრალს თქვენ, თუ თქვენ ახსენებთ გურიას, შოუს, თბილისის წყალდიდობას, ვაკის პარკს, ბათუმის ხვრელებს, ან რაიმე სხვას. ხომ ნახეთ რომ ეს ფარისეულობა იყო. ედეკას ხალხია მაგენი ნაცები, ეგენი პუჩისტები არიან ბიჭო. წამოაბოყინებს კოცი, ანუ ქართველი და დაამატებს მე-9 აპრილს იქვიდექე. ამ პიროვნულ ანეკდოტს თუ შევაჯამებთ, ნახავთ რომ ნახევარი საქართველო 9 აპრილს იქ იდგა. თუმცა სიმართლე ის არის რომ 9 აპრილს იქ იდგა 30,000 ადამიანი, ხოლო დანარჩენი საქართველო არსადაც არ იდგა. მეტიც ისხდნენ ტრაკებზე, იმიტომ რომ მაშინაც ქართველი იყო კოცი. ამას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ სულ რაღაც 3-4 წლის შემდეგ ქართველებმა ზვიადი მიატოვეს და სამეგრელო საჯიჯგნად მიუგდეს მხედრიონს. მიშას ედიკას მინისტრობას შეგახსენებთ კოცი, ანუ ქართველი და თან ამავდროულად ხმას მიცემს პუჩისტის შვილ ირაკლი კობახიძეს. თაყვანს ცემს პუჩისტ ილია მეორეს და საღამოს ტკბილად მოусმენს პუჩისტ მხედრიონელ წვერებიან ყლე გოგა ხანიდრავას. ხომ ნახეთ რომ ეს ფარისეულობა იყო. დიახ, ანუ საბოლოო ჯამში მივედით რა დასკვნამდე, რომ ქართველი არის კოცი, ხოლო კოცი არის ფარისეველი. ფარისევლებმა აწვეს იესო ქრისტე ჯვარს და თან ყვიროდნენ ჩვენსა და ჩვენს შვილებზე იყოს მისი სისხლიო. ამიტომაც მე ხელები დამიბანია და იყოს ქართველებზე საქართველოს სისხლი. მათ 2012 წელს ის ხომ ჯვარს აწვეს. თუმცა აქ თქვენ მაყურებელო და მე მოლაპარაკე უნდა გავიაზროთ ერთი რამ, რომ ეს ყველაფერი არის ქვეყნის ცოდვა. ისამისად, მთელი ქვეყანა ვართ ჯოჯოხეთში და ვისჯებით ამის გამო. სანამ ეს ფარისეულური მასა არ მოიხარშება ბოლომდე, მანამდე ჩვენც მოიხარშებით მათთან ერთად. ისევე როგორც ნამდვილ ჯოჯოხეთში ცოდვილები იხარშებიან და იტანჯებიან ეშმაკთან ერთად. მაგრამ ეს გადახვევაა და არ პასუხობს ჩვენს მთავარ შეკითხვას. რას არ მოითმენს ქართველი ხალხი? თუმცა ეს გადახვევა დაგვეხმარება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემაში. ზემოთ მოყვანილი ემპირიული ინფორმაციიდან ნახეთ, რომ ქართველი ხალხი 2012 წელს ამბობდა, რომ აი ამ რაღაცებს არ მოითმენდა. თუმცა დღეს 2025 წელს ამეებს, ამაზე უარესებს და კიდევ დამატებით სხვა ყლეობებსაც ითმენს. ჩდება შეკითხვა: განა მოთმენა ელასტიური მცნებაა და დროთა განმავლობაში მისი კოეფიციენტი იცვლება? არამც და არამც ძვირფასო მაყურებელო, თქვენ სცდებით, თქვენ უშვებთ საშინელ შეცდომას. თუ ასე ფიქრობთ, თქვენ გავიწყდებათ მთავარი რამ. ქართველი არის კოცი, ანუ ფარისეველი, ანუ მატყუარა. ქართველი ანუ კოცი, ანუ ფარისეველი, ანუ მატყუარა, როდესაც გეუბნებათ, რომ ის ზემოთ მოყვანილ რაღაცებს არ მოითმენდა, ის თქვენ უბრალოდ გატყუებთ. იმიტომ რომ ის ქართველია. მაგრამ მაშ რატომ არ მოითმინა 2012 წელს ქართულმა ეს ყველაფერი? უკვე გავარაზებული კითხულობთ თქვენ მაყურებელო. განა რასაკეთებდა ნაციონალური მოძრაობა 2003-2012 წლებში ისეთ აუტანელს, რომ ქართულმა ხალხმა ეს ვერა და ვერ მოითმინა. რას და ქართველობას ართმევდა მათ. დიახ, კოცეს ცხოვრებაში ერთი სიმართლე აქვს ნათქვამი. დიახ, ქართველობას ნამდვილად გართმევდათ ნაციონალური მოძრაობა. უბრალოდ თქვენთვის ეს ქართველობა იყო ჯიბგირობა, ქურდობა, კორუფცია, ხულიგნობა, ძველბიჭობა, სხვისი ქონების ხელყოფა, სხვისი ცხოვრების ხელყოფა, სამსახურიდან ნიფთების მოპარვა, ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა, სხვის ყმაყოფაზე ცხოვრება, სიზარმაცე, ტრაკზე ჯდომა, უსაქმურობა, ბედოვლათობა, ფლიდობა, ამპარტავნება, ქვემძრომელობა, ცრუობა, ცფიერება, შურიანობა, ბოღმიანობა, უმეცრება, გაუნათლებლობა, სიბრმავე, სიყრუე, სიმუნჯე, ავადმყოფობა და ფარისეულობა. აი ეს იყო და არის ქართველობა კოცისთვის, ანუ ქართველისთვის. აბა ახლა მითხარით ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელი ისჯება კოცურ საქართველოში. ნაცები მართლა იმიტომ კი არ ზულთ ქართველებს და იმიტომ კი ვერ მოითმინეს, რომ მიშა მართლა ტირანი იყო. იმიტომ ზულთ, რომ მათი ცხოვრების წესს შეეხო და აიძულებდა წესიერი ცხოვრებით ეცხოვრათ. როცა მთელი ცხოვრება თბილ ჭაობში წევხარ და ბუყ-ბუყებ შენთვის წყნარად, ვიღაცა რომ მოვა ამოგათრევს და წაგათრევს აბანოში, რომელიც 100 კილომეტრითაა შორს, რა თქმა უნდა გზაში დასოლებულს შეგციუდება და შეგძულდება ეს კაცი. ამ დროს ამ გზაზე გამოჩნდა ბიძინა თავისი 8 მილიარდიანი მძღნერმობილით და მოკიდა ხელი და ჩაგեղდო ისევ თბილ ჭაობში. რა თქმა უნდა მაგას მერე ყველაფერს მოუთმენ. ოღონდ იმ გზაზე აღარ დადგეს სიცივეში და დასველებული. პირიქით ბატონი ბიძინა გეუბნება იყავი მანდ ჭაობში და რაც გინდა ის ქენიო. რა თქმა უნდა სიკვდილამდე იბუყბუყებ შენთვის წყნარად. ამიტომ ჩემო ძვირფასო მაყურებელო, რას ვერ მოითმენს ქართველი ხალხი? პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობას თავის მანკიერ არსებობაზე. აი ამას ვერ მოითმენს ქართველი ხალხი.